საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი შონდვაძე საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს. Როგორც ის აცხადებს, 14 მაისს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული შიდა აუდიტის ანგარიშის საფუძველზე ის სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს. ანგარიშს შონდვაძე აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლება სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა. გამართულ ბრიფინგზე სააგენტოს უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. შონდვაძის განცხადებით 2006 წლიდან დღემდე მისმა სამსახურმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 40 მილიონი ლარი მოიზიდა და ასეულობით ადამიანი დაასაქმა. ის გონია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო უნდა ატარებდეს საგადასახადო შემოწმებას კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიებში. მეორე, მინის გონია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მტკიცდება სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების რაოდენობა და ჩამონათვალი სახელმწიფო შესყიდვების დროს. მესამე, მინის გონია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე უნდა იყოს მარკ შეიდერი. ეს არის ის ყველაფერი აბსურდული ანგარიშში მოყვანილი ციტატები.